გამარჯობა. რეზის ასიამონოა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს რეკრეაციულ ფერმაში. მადლობა. ძალიან ლამაზი ადგილი არის და ძალიან მინდა რომ რაღაც საინტერესო ადგილები გადავიღო. რაღაც ფოტოგენური ადგილები რომ დამათვალიერებინოთ და ესეთი სალაშქრო ადგილები, რის გადაღებაც შეიძლება ესე კარგად. გავიაროთ ერთად, რაც კაი. ესეთი ადგილები რომ გაგაკვირვებთ. მშვენიერი. რა ჩანჩქერია. აქ საერთო ჯამში რამდენი გზა შემოდის ამ ტერიტორიაზე? ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ფერმის ირგვლივ უამრავი გზა შემოდის. სეკრის ხეობიდანაც შემოდის გზა აბასტუნის უხელიდან. აი, სადაც დღეს დილით იყავით. ხო. იმ თაზე. იქიდან შემოსასვლელი გზა კი ვნახე, ხო? საიმის ხეობიდან, ვანის ხეობიდან. 4-5 ძირითადი გზა არის, საიდან შეუძლიათ რომ შემოვიდნენ. როგორ უნდა მოიქცეს ზოგადად ტურისტი ჩამოსვლის წინ? ტურისტი, აი, როცა ჩამოდის, უამრავი ტურისტი დადის ამ ბუნებაში და უამრავი გვიკავშირდება, უამრავით, აი, თვითონ. ანუ რეალურად როგორ გინდათ რომ ტურისტი იქცეოდეს, ანუ ქცევა როგორ დაიხვეწოს ტურისტის? ტურისტი აი რომ მოდის და შედის ასეთ ტყის მასივებში, მაინც თუკი ჩვენ ვიქნებით საქმის ყურში, მარტივი არის აი რომ რამე პრობლემა შეექმნეს, ვიცით უკვე წინასწარ სად არიან. ხო. და აი თქვათ რომ რამე დაჭides ძებნის, მოკვლევის დრო მცირდება. და თუკი არ ვიცით სად არის, რა თქმა უნდა ვნახოთ ის შესასვლელი. ფოტოხმაგრებიც აფიქსირებს, რომ შედიან ტყეში, სტუმრები და აქედანაც ხვდებით რა ლოკაციაზე რომელ მხარეს არიან შესული, რომელ ხეობაში არიან შესულები. ასევე დრონით შეგვიძლია დავაფიქსიროთ. ჩვენ დრონს უამრავი ფუნქცია აქვს, სითბური ფუნქციაც აქვს, თუ რამე აი უნიშნელო ლოკაციაც რო იყოს მიტოვებული ცეცხლის კერა, იმის აღმოჩენაც შეუძლია. ეგ ძალიან კარგი არის, ხო, თქვენთვის ძალიან კომფორტი არის ეგ. ხო, სწრაფ, აი სანამ გაძლიერდება და აი დიდ ტერიტორიას მოიცავს, მანამდე შეგვიძლია ამის დაფიქსირება და ხო, ეგ ძალიან შეგვიძლია რომ აი მოხდეს ის სამუშაოები, რომ ლიკვიდირებული იქნას ეს. ხო, თან იმდენად ხშირი ტყე არის ახლა რასაც უყურებ, რომ აი სულ პატარა რაღაც ჭირდება და ეგრევე მიდის. უამრავი ადამიანი დადის, მაგრამ აი იშვიათად ვერ ვიტყვი რომ აი ხშირი შემთხვევა არის, მაგრამ მაინც არის სამწუხაროდ რომ ტოვებენ ნარჩენებს. ხო რა. ან საკვების, ან პარკი, თელოფანს რამეს ასეთებს პარკებს. ხო, ბოთლები რაღაცა. ასეთ რაღაცებს მაინც ხდება სამწუხაროდ, მაგრამ იშვიათი შემთხვევა არის, უამრავი ადამიანი თვალისწინებს და აი ასუფთავებენ სადაც ხო, ნელ-ნელა კულტურა რაღაცნაირად ინერგება უკვე და რაღაც სწავლობს ხალხი, რომ აღარ უნდა დატოვონ თავის მერე ნარჩენები. კი, ნამდვილად ეგრეა. ძალიან აი თანდათან რო ვაგვირდები წლებს. ხო. დროს უფრო და უფრო სისუფთავეს აქცევს ხალხი ბუნებაშიდაც და ცხოვრებაშიდაც ყურადღებას და ბუნებაში მაინც განსაკუთრებული.
მოქცევის წესები როგორი არის, როცა ვსტუმრობთ საიმის რეკრეაციულ ფერმას. ჩვენი ფერმის ტერიტორიაზე აკრძალული ისეთი არაფერი არა, რაც კანონით არ არის მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალული. ნებისმიერ ტურისტს და ვიზიტორს შეუძლია ნებისმიერ დროს გადაადგილდეს. მოქცევის წესები ძირითადად არის საშიში ხანძართან მიმართებაში სწორად აიკოცონი თუ კი საჭირო არის და ჭირდება ღამით რჩება და გათბობის მიზნით ან რამე მოამზადოს, ხო? შეუძლია მარტივად. მიწა მოჭრას თუ კი აქვს ხელსაწყო და იმ მოჭრილ მიწაში ან თუ კი არ აქვს ხელსაწყო და მიწა ვერ მოჭრის, შეუძლია ქვებით გააკეთოს კალი და შიგნით ჩაანთოს ცეცხლი. რომ აი ცეცხლის როცა ჩაქრება და რჩება ნაკვერცხალი, ქარმა ის სხვა ტერიტორიებზე ვერ გაიტანა. ხო. და პრინციპში წყალით უნდა მოასხან, როცა ჩააქროს. საშუალება არის, რა თქმა უნდა, ამაზე კარგი არაფერი არაა, თუ კი ჩააქროს, მაგრამ თუ კი ან ჩაეძინა რამე ნაკვერცხლის კერა დარჩა. უნიშნელო მაინც, როცა ქვევით არის კალი გაკეთებული, ხო, ის მე უკვე აღარსად აღარ მიდის. ადვილად ვეღარ ამოაქვს და ვეღარ გადააქვს ტყის მასივში. ეს ძალიან საინტერესო არის. როგორი არის ერთი დღე რეინჯერის ცხოვრებაში? ძალიან საინტერესო. ნუ, აშკარად ძალიან გულახილი პასუხი იყო ეს. ძალიან საინტერესო. აი, ჩვენ თითოეული ამ ბუნებაში ვართ გაზრდილები. ამ ბუნებაში გვიცხოვრია და ბავშვობიდან აქ ვართ. მაგრამ ყოველ დღე შეიძლება ისეთი ახალი რამ ნახო და აღმოაჩინო ტყის მასივში და ბუნებაში, რაც წლების განმავლობაში არ გინახია. მაგალითად, აი რო დავიწყეთ გარეულ ღორებზე კვლევა, ვფიქრობდი, რომ უფრო ფრთხილები იქნებოდნენ, მაგრამ ძალიან ადვილად მოვიდნენ და ძალიან ადვილად დაიწყეს რა ჩვენი მიწოდებული საკვების ჭამა. ეხლა რომ ამოვიარეთ გზად, ეგ ისინი ხო ეგ ადგილები? ხო, ეგ საკვებურები. არის ყოველ მესამე დღეს შეგვაქვს საკვები და აქტიურად მოდიან, ჩვენივრად მიირთმევენ. შესანახე აი საკვებს რაშიდაც ვინახავთ. იმასაც გვიზიანებენ, ეგ მადლობას გიხდიან მაგითი მე. არ ყოფ მითალბათ საკვები რა. კიდე გვაჭამეთ და ამ რეჟიმში რა ვიცი ძალიან ბევრ საინტერესო ყოველდღიურობა გვაქვს, რაც მეტ და მეტ ბედნიერებას გვანიჭებს. როდის იწყე, რომ საათზე იწყება თქვენი დღე? შეიძლება დღის და ღამის რეჟიმშიც ვიმუშაოთ, როცა ეს აუცილებლობას მოითხოვს, მაგრამ დილით ასეთ რასაც კვება ქვია, საკვებურების შემოვლა ქვია, დილის 9:30-დან ვიწყებთ შემოვლებს. და ესე ამოდიხართ, საკვებურებს ამოწმებთ, ფოტოხაფანგებს ამოწმებთ. აი მოვიდა, რამდენი მოვიდა, როგორები იყვნენ. აი, აგერ არის კი. აი, ნატლეკები. დაბლობის სიმაღლეში არ არიან მაღლები აშკარად. ქვემოდან აქვთ. ხო, ბევრს არ წვალობენ. ყველგან დავდივართ ბუნებაში, შემოვლებს ვაკეთებთ. თითოეულ ლოკაციაზე ხეობებში შევდივართ ფეხით. სადაც შეგვიძლია ჯიპებით შევიდეთ, ჯიპებით ვაკეთებთ შემოსვლას, სადაც ჯიპებით ვერ შევდივართ, ბაგები გვყავს, კვადროციკლები გვყავს. და ამ ტრანსპორტით დავდივართ ისეთ რთულ რელიეფზე, სადაც ჯიპით ვერ შეყვალ რა. გზა არ არსებობს. აქ თან კაი ბლომათ ადგილი არის ეგეთი. ცხენებიც გვყავს ამ ეტაპზე. ორი ცხენი გვყავს, სამზე უკვე მალე მოვიყვანთ სამ ცხენს. 5 ცხენი გვეყოლება და ჯამში 10 ცხენი უნდა ვიყიდოთ. ხო. 10 ცხენი უნდა გყავდეს რეინჯერებისთვის, სადაც
გზა არ არსებობს ცხენებით გადაადგილდებიან, მაგრამ მარტო რეინჯერებისთვის არ იქნება ეს ცხენები, ეს ცხენები იქნება თითოეული ვიზიტორისთვის. თუ კი მათ სურვილი ექნებათ რეინჯერებთან ერთად შეუძლია ესე წამოვიდნენ, გამოისეირნონ თქვენთან ერთად. საირმის ეს ტერიტორია დაცული ტერიტორიები არის, მაგრამ ქვია საირმის რეკრეაციული ფერმა. აი ეს რის გამო ქვია ეს რეკრეაციული ფერმა? შეპესე რეკრეაციული ფერმა აღებულია ლიცენზიათ, რომ მოვლა პატრონობა და მომრავლება ნადირის. ამ ტერიტორიებზე უნდა მომრავლდეს ნადირი და უნდა გაკეთდეს ვოლიერები, სადაც გარეული ცხოველები, კავკასიური ირემი, გარეული ღორი, რაც ხელმისაწვდომი არის, ის შეძენად შეიძლება შევიძენთ, შემოვიყვანთ და ამ ვოლიერებში იქნება ფერმები, სადაც გამრავლდებიან და იქიდან დაიწყება გაშვება ბუნების. მე უკვე აქეთკე. ეხაც რაც არიან ცხოველები, ისინი ჩვეულებრივად მრავლდებიან, ხო? რახან უკვე აღარავინ აღარ ნადირობს ამ ცხოველზე და აღარავინ აღარ იჭერს და აღარ კლავს. მრავლდებიან, თან ჩვენ ვახდენთ კვებას. ხო. ცხოველების კვებას. ეხლა რაც ვნახეთ გზაში. მოვიარეთ კიდე, აი, ორი საკვებურები არის. და სხვადასხვა ცხოველის დათვის საკვებურები არის. არჩვის, ირმისთვის, მარილები გვაქვს დაშლისთვის შემოტანილი. ხო, ეგეც ვნახე, კი, ეს მათ ჯანმრთელობასაც ხელს უწყობს. ზრდას და მარილს ნაკლებობა აქვს, ხო, მაგათაც რეალურად აქ ხა. თან ეს მარილზე რო იგრევე მოდიან და მოდიან უყვარს აი ცხოველს, როგორც შინაურ ცხოველს ჭირდება ესაჭიროება, ისე ჭირდება გარეულ ჩლიქოსანს. ყველას. ეს მარილი. და მშვენიერი. მარილი თუმეტეს ორგანიზმისთვის. ამ სივრცეში რა ცხოველები გვხვდება? ეხლა ესე მე რაც ვიარე დღეს დილი და უთენია გამთენიიდან ეხლა ჯერჯერობით აქამდე ერთ მელია ვნახე გზაში. გადამილბინა ეს. ყველა ცხოველი შეიძლება შეხვდეს. აი ხვდება ადამიანებს ხამის საათებში, ვინც მოძრაობენ, დღის საათებში და რა თქმა უნდა. არჩვი. არჩვი. იქით ხარეს რო ვიყავით, იმაზე რაღაც ქვაზე დაждდა, რომ გადაღება აღარ მოვასწარი. ეხლა გამახსენდა. ეგეც ვნახე. მელია და არჩვი, ორიც არის. არჩვი კლდეებზე გამოდის რა. კი. იყო შემთხვევა, რომ გზაზედაც გადაიბინა. და მოძრაობა მანქანამ დააფიქსირა, მაგრამ უფრო ძირითადად აი დილით ზერო ამოდის, კლდეებზე გამოდიან და წვევიან. ხო. აქ პატარა არჩვთან ერთად ერთი კვირის ბინადარი ყავდა კლდეზე, პატარა არჩვს. არ შეეძლო ჯერ ნორმალურად სიარული. ხო. დედაც იქვე უწვა. თელი ტურისტები გამოვლელი საირმის. არცა სულან არსად, ხო? არა, ერთი კვირის განმავლობაში აი რო კარგად აიდგა ფეხი. ხო. პატარამ და წაიყონა და წავიდა. რა მაგარია. ორი შეიძლება შეხვდეს დათვიც. გელი, ტურა ადრე წლებში არ იყო ამ ბოლო დროს უფრო გაჩნდა. ხო. მაღალ ზონაში. ირემი, კავკასიური ირემი უფრო მაღალთაში არის. იქით ხარეს, ხო? ეგენ ძალიან ფრთხილები არიან თან. დავიწყებთ გამრავლებას. მერე უამრავი შემთხვევა იქნება ვიზიტორების. შეიძლება ერთად ვიპიკნიკოთ ხოლმე. რა თქმა უნდა. ნეტა იქ დრო მოვიდეს. ეხლა აქ რო ირემით სეირნობდეს და ჩვენ რო ესე ვსხედვართ, ძალიან კარგი იქნებოდა. აუცილებლად იქნება. უფრო ვისთვის არის აქაურობა? როგორი ტურისტისთვის? თის და ექსტრემის მოყვარული ტურისტისთვის. და ბუნების სილამაზით ვინცაც უნდა დატკბობა და სიმშვიდე ვისაც სიმშვიდე უნდა. სიმშვიდე ან აქ რა სიმშვიდეც არის, აი არ ვიცი ხა. დავრჩებოდი ერთი კვირა კიდე აქ სიამოვნებით. თაში ულამაზეს ხედებზე მშვიდად ყოფნა. ამ მაგაზე კარგი არაფერი არ არის. საუკეთესო ადგილია მაგის.
აქაურობაზე მსმენია ძალიან აქტიურად, ჩიტები აქ ძალიან ბევრნი არიან სხვადასხვა სახეობის და როგორც ვიცი, ეს რაღაც ჩიტების გადასაღები რაღაც პუნქტებიც არის, რომ მოიტანეს შეისყიდა რეკრეაციულმა ფერმა და ჩვენ რეინჯერებმა დავაყენეთ. ეს პატარა ქოხები არის, ხო, ალბათ. ხო, პატარა ჩიტის სახლები არის. და აი რომ მიფრინდება საკვები არის იქვე. ხო. მოფრინდება უღებს და ასახეობის ფრინველები არის, ჩიტები არის, ამ ყველაფერს ვაგვირდებით. შესწავლა მიმდინარე. ხო. და რაღაც ადგილები არის, თქვა სადაც ახლა მე მაგალითად ჩიტების გადაღებას ხანდახან ვერთობი ხოლმე ჩიტების გადაღებით. რაღაც ისეთი ადგილები არის, თქვა ცნობილი, აი სადაც შეიძლება რომ მიმიყვანოთ და დაველოდო ამ ჩიტებს რომ მოვიდნენ, გადავიღო, მე ჩუმა წავიდე ჩემთვის. შეიძლება უამრავი ადგილი არის, რომ გადავიღოთ ფრინველებზე, მარტო ჩიტა, არა მარტო ჩიტებზე და ერთ გეტყვით კიდევ დამატებით, რომ სექტემბრის თვეში თუ ჩამოყვალთ, ხო. შემიძლია როჭოზე გადავიღოთ. ესე იგი სექტემბერში მოკლედ ძალიან დატვირთული ჩამოსვლა მელის. აი სექტემბერი ჩვენთან ამ თებში, აი ლომბოროდის მთაში იქ დიდმაღლის კლდეები, მაღაზიის კლდეებში შეგვიძლია რომ უამრავ ადგილზე როჭო დავაფიქსიროთ და გადავიღოთ. დედალი მამალი როჭო. იქ ძალიან საინტერესო არის ესე იგი. ჩვენი თების მშვენება არის როჭო. ლომაზესი ფრინველია. ხო, ეგ ესე ახლოდან არ მყავს დანახიაროს დროს. საომავლო გეგმებზე რას მეტყვით? რა გვექნება კიდე საომავლოდ? ორ სამ წელიწადში რო ჩამოვიდენ და აუცილებლად ჩამოვალთ ან ჩვენი გეგმები არის რომ აი 3-დან 5 წელიწადში უამრავი ნადირი იყოს რაც ამ ტერიტორიაზე აი საიმის ხეობაში რაც იზრდება, გაზრდილა, ყოფილა უარსებია თითოეული ეს ჯიშები გარეული ცხოველის მოამრავლოთ იმდენად რომ სტუმრის აი სტუმარი როცა მოისურვებს ჩვენთან მოსვლას მათი ნახვით ყოველთვის ნასიამოვნები წავიდეს. აქ რო ირემი ყავდეს ახლა. ან სადმე იქ რო დაბოდიალო. ასეთი აი ზუსტად ასეთი არა წარმოუდგენელი ნაღდად არ არის და არის ჩვენი მიზანი რომ ამ ლამაზ ხედებზე ირემიც რო დაინახოს ტურისტმა. ველოდები მაგ დღეს. აუცილებლად იქნება ბევრი შრომა ჭირდება ძალიან ბევრი კათვლა მაგრამ ყველაფერი გაკეთდება შესაძლებელია. აუცილებლად გაკეთდება. ცხოველების გარდა კიდე რა დაგხვდება? თაში მოსასვენებელი კოტეჯები იქნება. ეხლა სპორტული თევზაობა იქნება. სპორო ჩვენ უკვე გავუშვით 30,000 კალმახის წითელი ველური კალმახის ლიფსიტა და კიდე არის იგეგმება რომ ეს იმ დინარეში ახლა რაც ქვემოთ ჩამოვიაროთ ხო? აბლარას ხეობაში. ერთ-ერთი შენაკადში გავუშვით ყველაზე წყნარ მშვიდ შენაკადში რომელიც გაზაფხულზე არ იმატებს და არ დიდდება. ხო, რო კაც ახალ გამოჩეკილი ლიფსიტა აი არ ჩაერეცხა და არ წაეღო ქვემოთ აი ბარისკენ. ისეთი მდინარე შევარჩიეთ რომელშიდაც უფრო მშვიდად იქნებოდნენ და მოდიდება და რამე ხმაური და იქ ხო სპორტული თევზაობა ძალიან საინტერესო ამბავი არის. სპორტული თევზაობა იქნება აუცილებლად ჩვენ რეინჯერებთან ერთად იქნება აი თევზაობის დროს მოსასვენებელი ადგილები, საპიკნიკი ადგილები, მდინარესთან ახლოს, თევზაობის დროს მოისვენოს ტურისტმა და იქნება უამრავი ინფრასტრუქტურა. ლამაზ
ბუნების წიაღში ისე რომ ეს ლაფჩანტი და სილამაზე არ დაირღვეს. ხო, არა, ამის დარღვევა ნახდათ. მაგრამ თქვენ ისე უფრთხილდებით აქაურობას, რომ აწი ვიღა დაარღვევს ახლა აქაურობას. ძალიან ბევრი უფრთხილდება ჩვენთან ეს. ურავი ადამიანი უფრთხილდება და ეს კონდიციონერს. რაღაცას მეუბნებოდით კიდე აქეთ თაზე, საინტერესო რაღაც უნდა მოხდეს. აქ უნდა გაკეთდეს სათხილამურო კურორტი. აბა მე ზამთარშიც აქაურობის აქტიური სტუმარი გავხდები, ესე იგი ეგრე გამოდის. ხო, აი დაახლოებით 5-6 კილომეტრის სიგრძის ტრასები იქნება სასრიალო და უფრო მეტიც. და თოვლი იცის, ხო, ეგ უხი თოვლი და ხარისხიც თოვლის ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგი თოვლი არის. თითქმის 4 თვის, 5 თვის განმავლობაში ინტენსიურად თოვს ანთაზე. აბა ეგ არის. იქიდან ჩვეულებრივად საირმის იმ ახალი საირმე რო შევხვდა გზად. ორიდან გაკეთდება საბაგირო, იქნება გზა მოსასვლელი, ტრანსპორტის მოსასვლელიც და საბაგიროც. მე იქით ხარეს ჩვეულებრივად უკვე ვისრიალებთ. იქნება ვანეთის რაიონიდან, სოფელი უხუთიდან ამოსასვლელი გზა. ამ თებში არსებობს ახლა გზა, რომელიც აი მომთაბარე მწყემსები ფერმერები, ვინც მესაქონლეობას ეწევიან, ამოდიან ეს გზაც გაკეთდება. იქნება ისეთი, რომ ყველა ავტომობილს და ყველანაირ სტუმარს შეიძლება ამოსვლა.